გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ცნობილი ვიდეო თამაშების პერსონაჟებზე და მათი ინსპირაციის წყაროებზე. ჯონი კეიჯი, ლეგენდარული თამაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში, Mortal Kombat. პირველად გამოვიდა 90-იან წლებში. თავიდან თამაშისთვის დამახასიათებელმა ძალადობამ და სისხლისღვრამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია მშობლებსა და სახელმწიფო წარმომადგენლებში, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა წარმატებისკენ მიმავალ გზას. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი იყო ჯონი კეიჯი. ის გახლდათ საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და კინოვარსკვლავი. მან საბრძოლო შეჯიბრებებში მონაწილეობა ერთი მარტივი მიზეზის გამო დაიწყო და ამტკიცებინა ყველასთვის, რომ მას გაცილებით მეტი შეეძლო ვიდრე უბრალოდ კამერების წინ ტრიალი. მათ ვინც ამ თამაშის სიუჟეტი კარგად იცის, ეცოდინებათ, რომ ჯონი მკვდრეთით რამდენჯერმე აღსდგა. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ეს პერსონაჟი ცნობილი მსახიობის, სახელოვანი კარატისტის და კინგბოქსიორის ჟან-კლოდ ვან დამის პროტოტიპი იყო. თამაშის შემქმნელების თქმით, მათ შორის მსგავსება ნათელია. ვან დამი ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბრძოლო ხელოვნებაში, ტურნირებს იგებდა და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას 90-იანების ბავშვები მის ფილმებზე არიან გაზრდილი. გორდონ ფრიმანი 90-იანების ბოლოს სამეცნიერო ფანტასტიკის პირველი გმირი იყო თამაშიდან Half-Life. ეს თამაში ალბათ გახსოვთ, ვინც Counter-Strike-ს თამაშობდით, რადგან როგორც მახსოვს ერთ ფაილში იყო ხოლმე. აქ იყვნენ უცხო პლანეტელები, მიდიოდა ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგაც. თავარი გმირი კი გორდონ ფრიმანი გახლდათ, პროფესიით მეცნიერი. ის მონაწილეობდა ექსპერიმენტებში, რომელიც თამაშის დასაწყისში ჩატარდა და საკმაოდ მძიმე შედეგით დასრულდა. ახლა კი ყველასთვის საყვარელი სერიალის Breaking Bad-ის მთავარი გმირი Walter White. მეცნიერი მასწავლებელი, რომელიც ნარკოტიკების ბიზნესში ჩაება და უდიდეს ბოსად იქცა, მისტერ ჰეიზენბერგი. დააკვირდით ამ ორ პერსონაჟს და იპოვეთ 10 განსხვავება. ელი რამდენიმე წლის წინ ვიდეო თამაშების რიცხვს კიდევ ერთი კარგი თამაში შეემატა, სახელად ელი. თამაშის შინაარსი დაახლოებით ასეთია. ვრცელდება ვირუსი, რომელიც ადამიანთა მოდგმას ზომბებად აქცევს, რაც კაცობრიობას გადაშენებას უხადის. როგორც მოთამაშე თქვენ აკონტროლებთ თამაშის გმირებს, რომლებიც წამალს ეძებენ ამ ვირუსისგან განსაკურნებლად. ფანებს მოსწონდათ თამაშის გრაფიკები, სიუჟეტიც. მათ ასევე იზიდავდათ ის ფაქტიც, რომ შეეძლოთ ეკონტროლებინათ მსახიობი ელენ პეიჯი. დაემალათ ის ყაჩაღებისა თუ მძარცველებისგან, აღეჭურვათ სხვადასხვა საბრძოლო იარაღით და ასე შემდეგ. ელი ძალიან ჰგავს კანადელ მსახიობს ელენ პეიჯს. თამაშის სახელიც ასე თუ ისე მსახიობის სახელთან ახლოსაა. მსახიობიც აცხადებს, რომ მოსწონს მასზე შექმნილი პერსონაჟი თამაშის დროს. ჯონ პრაისი ბრიტანელი კაპიტანი ჯონ პრაისი Call of Duty-ს სერიებში ერთ-ერთი მთავარი გმირია. გვევლინება როგორც გამოცდილი ჯარისკაცი და ძლიერი ლიდერი, გარკვეულწილად თანამგრძნობი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაუნდობელიც. პრაისი კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა და ფანებმა. მან მე-16 ადგილი დაიკავა გინესის რეკორდებში 2011 წლის Gaming Edition-ში. კაპიტანი პრაისი პირველად Call of Duty 1-ში და Call of Duty 2-ში გამოჩნდა. იყო ბრიტანული არმიის და ბრიტანული SAS დაჯგუფების წევრი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. შემდეგ ის გვევლინება Call of Duty Modern Warfare სერიებშიც. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ბრიტანულ საჰაერო ძალებთან დაპირისპირება საშინელი შედეგით შეიძლება დასრულდეს. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა 1980 წელს, როდესაც ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს ლონდონში, მდებარე ირანულ საელჩოში. ჯონ მაკალასი იყო იმ ბრიტანული საჰაერო ძალების ერთ-ერთი წევრი, რომელმაც შტურმით აიღო შენობა. ის დაიღუპა 2011 წელს. ჯონ პრაისი ძალიან ჰგავს ამ ადამიანს, ჯონ მაკალისს. ანუ ჯონ მაკალისი ჯონ პრაისის პროტოტიპია. ჭაღარათმა გამორჩეული წვერი და პიროვნული სიძლიერე მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ერთადერთი რაც მათ განასხვავებს არის, რომ თამაშის გმირი ლიდერია მაშინ, როდესაც რეალური ჯონი უბრალოდ სერჟანტი იყო, თუმცა ამას არ აუშავს. ოფიცერი ფრენკ ტემპენი GTA-ს ფანებს ეს პერსონაჟი ეცოდინებათ, რომელიც თითქმის არავის მოსწონს. ოფიცერი ფრენკ ტემპენი ლოს სანტოს პოლიციის განყოფილების წევრი. სამკერდენ ნიშნის მიღმა ტემპენის ქმედებებში განგსტერისთვის დამახასიათებელი ნიშნები უფრო იკვეთება ვიდრე პოლიციელის. ოფიცერი დაინტერესებულია ნარკოტიკებით, მონაწილეობს გამოძალვასა და ბავშვების გატაცებაში. რეალურ ცხოვრებაში არსებობდა პოლიციის ოფიცერი, რომელიც სავსებით შესაძლებელია GTA-ს გმირის ფრენკის მოდელი გამხდარიყო.
ტემპენის მსგავსად ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიცერი რაფაელ პერეზი ბანდებში იყო გაწევრიანებული. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თავს ესხმოდა და ძალადობდა ეჭვმიტანილებზე, იპარავდა ფულს შავ ბაზარზე ნარკოტიკებით ვაჭრობისას და ასე შემდეგ. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს პოლიციელი ცნობილი რეპერის ძე ნოთარიუს ბიაჯის მკვლელობაშიც მონაწილეობდა. ეს უკვე უპატიებელია. ბიგის სიკვდილი ადვილი საქმე არ არის. Notorious. Las Montenegro. The Far Cry ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია ბოლო პერიოდში. თამაშის სიუჟეტი ასეთია: თქვენ ვარდებით უღრან ტყეში, სადაც უნდა დახოცოთ მტერი და გაანთავისუფლოთ არე-მარე მათგან. მოჰაკის ვარცხნილობის მქონე ბოროტი და ღვიძლიანი თვალებით სავსე ვაასი ტურისტებს იტაცებს და აწამებს. ბევრი თანამედროვე ვიდეო თამაშის პერსონაჟის მსგავსად ვაასი ნამდვილი ადამიანის მიხედვითაა შექმნილი. ეს ადამიანია კანადელი მსახიობი მაიკლ მანდოა. მსახიობსა და თამაშს შორის თუ კარგად დააკვირდებით, ბევრი საერთო რამ არის. უпростоრად განსხვავება თითქმის საერთოდ არ არის. ეს მსახიობი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სერიალში მონაწილეობს და ძალიან გამიხარდა. Jobs დაურეკოთ Souls. Jonathan Ironsი. Call of Duty-ს ერთ-ერთი გმირი გახლავთ Jonathan Ironsი, რომელიც манипулირებს ყველათი და ყველაფრით, რათა საკუთარი ძალაუფლება განამტკიცოს. პერსონაჟი Kevin Spacey-ის ვიზუალზეა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ადამიანი გარეგნობით ერთმანეთს ძალიან გავს, სინამდვილეში მათ კიდევ უფრო მეტი საერთო აქვთ. რადგან თუ გინახავთ Kevin Spacey-ის ფილმები, გეცოდინებათ, რომ ის საუკეთესო манипулატორი და გრძნობებზე მოთამაშე ტიპია, მაგალითად ძირითადი ეჭვმიტანილები ან ბანკოს სახლი. Edward Kenway. Assassin's Creed 4-ის კომპიუტერული თამაშების სერიის მეცხრე ნაწილი, მულტიპლატფორმული თამაში, მოქმედებით სათავგადასავლო ჟანრში, რომელსაც ქმნის Ubisoft-ი. თამაში არის Assassin's Creed 3-ის ისტორიის გაგრძელება, სადაც მთავარი გმირი აბსტერგოს ანალიტიკოსი, რომელიც იკვლევს Desmond Miles-ის გენეტიკურ მეხსიერებას. ისტორიული პერიოდის გმირი კი Edward Kenway-ია, Haytham Kenway-ის მამა და კონორის ბაბუა. თამაშის მოქმედება მიმდინარეობს პირატობის ოქროს ხანაში, კარიბის ზღვაში, რამდენიმე კუნძულზე, როგორიცაა იამაიკა, კუბა, ბაჰამის კუნძულები და სხვა. პროექტის სლოგანია: ახალი ერა, ახალი მკვლელი, ახალი წესები. თამაშის გმირი ედვარდი ძალიან გავს თანამედროვე მსახიობს ანარქიის შვილების ვარსკვლავს, ჩარლი ჰანამის. ჰანამიც ლოგიკურია ბევრ რამეში გავს ასასინს, იქნება ეს ვიზუალი თუ სიუჟეტი. Chan Lee. დავბრუნდეთ 1980-იან წლებში და გავიხსენოთ Arcade Everyone. თამაშს ჰქონდა შესანიშნავი გრაფიკები და ჰყავდა პერსონაჟები, თავიანთი ისტორიებით. თუმცა სრულყოფილებისთვის მას ერთი რაღაც აკლდა. არ იყო ქალი პერსონაჟი. ეს 90-იანებში გამოსწორდა, როდესაც თამაშს Chan Lee დაამატეს. ეს იყო ძლიერი სექსუალური ინტერპოლის აგენტი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. Chan Lee გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც საყვარელ პერსონაჟად იქცა, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, რადგან ის არ ჩამოუვარდებოდა ვიდეო თამაშის არც ერთ მამაკაც კოლეგას. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ გავრცელდა ელვისებური სისწრაფით მაიამელი ფიტნეს მოდელის ნატაშა ენსინოსას ფოტო სოციალურ ქსელებში. როდესაც მან თავისი ფოტო Instagram-ზე განათავსა, აზრადაც არ მოსვლია თუ ასეთი გამოხმაურება მოხდებოდა. ერთ-ერთმა მოთამაშემ მაშინვე ამოიცნო მსგავსება Chan Lee-სა და ნატაშას შორის. თმიდან და კაბიდან დაწყებული სხეულით დამთავრებული შეუძლებელია ვერ დაინახო მსგავსება ამ ორ ადამიანს შორის. ეს ფოტო მთელ მსოფლიოში დავირუსდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და იყოთ ბედნიერები. ნახვამდის.